პირველების ინფორმაციით პროკურატურის თანამშრომლები სწორედ ამ წუთებში მუშაობენ და რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. პირველებს ექიმი კლინიკიდან უდასტურებს, რომ ქალმა საავადმყოფო 1 საათის წინ საბადრაგოს სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დატოვა. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ექიმი ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა. რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან უწყვეტად მუშაობდნენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალის პალატას მთელი დღის და ღამის განმავლობაში შესაბამისი უწყების თანამშრომლები იცავდნენ. რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მედიკოსი პირველებთან საუბრისას განმარტავს, რომ ჩვილ ბავშვს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვებით ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა, ვერ ხდება მისი ბათუმიდან თბილისში ეტაპირება. ბრალის წარსადგენად გადაიყვანეს? არ ვიცი, გაიწერა და სად წაიყვანეს, როგორც წაიყვანეს. აი 1 საათია რაც გაიწერა. გაკეთდა ეხოსკოპია, გაკეთდა კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები. აბსოლუტურად ყველაფერი ნორმის პრობლემში იყო. მომხის მდგომარეობა ჯერჯერობით რჩება კიდევ მძიმე, ცოტაოდენი გაუმჯობესებით. შანსები ახლა უფრო გვაქვს, არ გადაგვიყვანია თბილისში, ამის აუცილებლობა ახლა არ არის. ეს ერთი, მეორე, ბავშვი არატრანსპორტაბელურია. როგორც კი იქნება უკეთესობა, ალბათ ბავშვს დაჭირდება შემდეგი პლასტიკური ოპერაციები და ამაზე უკვე რა თქმა უნდა შეიძლება გადავიყვანოთ თბილისში. ქალს, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში საპირფარეშოში იმშობიარა, ბრალის დადგენილებას რამდენიმე წუთში ოფიციალურად გააცნობენ. ამის შემდეგ უკვე მოსამართლე იმსჯელებს მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და ცნობილი გახდება მას გაუშვებენ თუ არა პატიმრობაში.